იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადება დღესაც სწორედ გადავამოწმე და იქ ნახსენებია რომ საქართველო არის უალტერნატივო ხიდი ევროპასა და აზიას შორის და მე მინდა ვთქვა რომ მაკა ბოჭორიშვილი ცდება ქართული ოცნების გათვლა საგარეო პოლიტიკური ანალიზი არის მცდარი, რადგანაც სულ რამდენიმე თვის შემდეგ დღეს მაგალითად Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით სომხეთი ახალი დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის. შესაბამისად, საქართველო კარგავს არა იმიტომ რომ სომხეთში ვითარდება ეს, არამედ იმიტომ რომ მანამ სანამ სომხეთში ვითარდება, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული გვაქვს, რეგიონში რუბიო საქართველოში არ ჩამოდის, არადა 26 მაისია, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე, ლოგიკური იქნებოდა რომ ჩამოსულიყო და შეძლებდა ნამდვილად, ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების, ჩემი აზრით, მცდარი და საქართველოს ინტერესების საზიანო პოლიტიკის კონკრეტული ხელშესახების შედეგი.